ეს ჯეონომაცია და დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ სენსიტიურ საგანზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოტოკულტურის განვითარებას შორიდან უყურებდი და საკმაოდ ხშირად მესმოდა ამბები ან ვხედავდი პოსტებს Facebook page-ებზე ახალგაზრდა რაიდერების სიკვდილთან ან მძიმე ავარიებთან დაკავშირებით. და ყოველთვის ვფიქრობდი თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ საშინელი სტატისტიკის გამოსასწორებლად. ერთხელ კი ერთ-ერთი ქართველი მოტოვლოგერის ვიდეოს უყურე, სადაც განმარტავდა თუ რა არის საჭირო საქართველოში მოტოციკლის მართვის მოწმობის ასაღებად. და მართალი გითხრათ, თვალები გამიფართოვდა. შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრის დაფიქსირებას ლანძღვა და გინება მოყვეს ჩემი მიმართულებით, მაგრამ მაინც ვიტყვი მართვის მოწმობის გამოცდა რვიანის და ზიგზაგის გავლაზე უფრო რთული უნდა იყოს. და ნამდვილად არასწორად ვთვლი, რომ ყველა ვინც პარკინგს წრეს არ ტყავს, მართვის მოწმობას იღებს. კი შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ასეთი რაიდერები ქალაქის თუ ქალაქგარე გზებისთვის მზად არ არიან. ამას პლუს დაუმატეთ ბევრი არაკომპეტენტური მოტოსკოლა და კატასტროფის ფორმულა მზადაა. კიდევ ერთი რამ, ყველას ვისაც ჯიბეში 2 კაპიკი გაუჩნდება, ეგრევე მოტოციკლის საყიდლად ვერ გაიქცევა და საკმაოდ ბევრი და რთული საფეხურის გავლა მოტოციკლამდე საკმაოდ ბევრ ხალხს გაფილტრავს, ვისთვისაც მოტოციკლის ყოლა არ შეიძლება. და რა თქმა უნდა, ეს არა მარტო მოტო, არამედ ავტოსფეროსაც შეეხება. ჩემს ერთ-ერთ წინა ვიდეოზე გამომწერმა დაწერა კომენტარი, რომ კარგი იქნებოდა თუ გავაკეთებდი ვიდეოს იმ ყველაფერზე თუ რა არის საჭირო მოტოციკლის ყოლისთვის ინგლისში. და მეც ვიფიქრე, რომ კარგი მომენტია ეს ყველაფერი ერთიანად გაგიზიაროთ. დავიწყებ მართვის მოწმობიდან და დავამთავრებთ მოტოციკლის ყოლის ყველა ხარჯით. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მოტოკულტურაა მთელ მსოფლიოში. თქვენ კი ვიდეოს ყურების შემდეგ თქვენ თვითონ შეაფასეთ სხვაობა და თუ რამდენი რაღაცის გამოსწორება შეიძლება საქართველოში. ამაში ცუდი არაფერია, ხანდახან ბორბლის თავიდან გამოგონებას, რაც საქართველოში ხშირად აკეთებენ, ჯობია გამოიყენოს სისტემა, რომელსაც სხვა ქვეყნებში 10 წლეულების მანძილზე ხვეწდნენ და მისი ინტეგრაცია გააკეთონ. მოკლედ, დავიწყოთ პირველი ნაბიჯებით. პირველ რიგში, ასაკის და მიუხედავად, ყველამ ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს, უნდა შეავსოს აპლიკაცია Provisional License-ზე, ანუ მოსწავლის მართვის მოწმობაზე. და როდესაც მას მიიღებს, გაიაროთ CBT ტრეინინგი. იშიფრება როგორც Compulsory Basic Training. ეს არის ერთდღიანი ტრეინინგი, სადაც თეორიულად და პრაქტიკულად გასწავლიან თუ როგორ უნდა მართო 125 კუბამდე მოტოციკლი ან სკუტერი. და დღის ბოლოს გიწყობენ ტესტს, რაც მოიცავს პარკინგზე მანუვერებს და ასევე გახვალთ ქალაქის გზებზეც. თუ დღის ბოლოს ინსტრუქტორი თქვენი ტარებით კმაყოფილი იქნება, მაშინ მიიღებთ CBT სერტიფიკატს და თუ არა, ტრეინინგის თავიდან გავლა მოგიწევთ. ხო, კიდევ ერთი რამ, ამ ტრეინინგის საფასური 150-დან 200 ფუნტამდეა და ასევე თუ მომავალში არაპირებთ სრული ლაისენსის აღებას, ამ ტესტის გავლა მოგიწევთ 2 წელიწადში ერთხელ. თუ ხართ 16-დან 17 წლამდე, CBT-ს გავლის შემდეგ მოგიწევთ 50 კუბამდე ბაიკს დაჯერდეთ, ხოლო 17 წლის ზემოთ ამ საფეხურის გავლით თქვენ შეგიძლიათ ატაროთ 125 კუბამდე სკუტერი ან მოტოციკლი. გააჩნია რითი ჩააბარეთ CBT. მაგრამ მოგიწევთ აი ესეთი ლამაზი L-plate-ის დამაგრება ბაიკზე, რომ ყველა მიცოდეს თუ რა მაგარი რაიდერი ხარ. პლუს არ შეიძლება motorway-ზე, ანუ დიდ გზატკეცილებზე გასვლა და მეორე ნომრის ტარება. CBT-ს მერე თქვენი შემდეგი ნაბიჯი არის თეორიის ტესტი, რომელიც შედგება 2 ნაწილისგან. პირველი 50 კითხვიანი ტესტი, რომელზეც 1 საათი გაქვთ და მეორე Hazard Perception-ი, რაც არის 14 მანქანის POV ვიდეოს ყურება და დაკლიკვა ყოველი პოტენციურად სახიფათო მომენტის დროს, რაც ძალიან საჭირო რამეა ახალი რაიდერებისთვის და ასწავლის მათ პოტენციური საშიშროების და თქვენი ქმედებების შედეგების შესახებ. თეორიის სერტიფიკატსაც 2 წლიანი ვადა აქვს. პრაქტიკულ გამოცდას რაც შეეხება კი, ის ისევ დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, თუ ხართ 17-დან 19 წლამდე, მაშინ შეგიძლიათ გახვიდეთ A1 კატეგორიაზე, რაც ისევ და ისევ შეზღუდულია 125 კუბამდე. უბრალოდ მისი გავლის შემდეგ შეგიძლიათ L-plate-ის მოხსნა, მეორე ნომრის ტარება და მოტოროებზე გასვლა. თუ ხართ 19-დან 24 წლამდე, მაშინ A2 კატეგორიაზე, სადაც მოტოციკლი უნდა იყოს შეზღუდული 57 ცხენის ძალამდე და თუ ხართ 24 წლის ან ზემოთ, უკვე შეგიძლიათ აიღოთ full A license, ანუ A კატეგორია. ასევე A კატეგორია შეგიძლიათ აიღოთ 21 წლის ასაკშიც, თუ მანამდე 2 წელი მაინც A2 კატეგორია გექნებათ.
თვითონ გამოცდას თუ განვიხილავთ, ეს არის ორნაწილიანი ტესტი. პირველი, ანუ მოდულ 1 არის პარკინგზე რომდენიმე პუნქტის გავლა, რაც არის მაგალითად სლალომი, რვიანი, ნელი მართვა, U-ფორმის მოხვევა და კონტროლირებადი გაჩერება, საავარიო გაჩერება, სადაც ზუსტად 48-დან 52 კილომეტრამდე სიჩქარით უნდა გაიაროთ სპიდ კამერაზე და ასევე ამ სიჩქარით დაბრკოლებისგან თავის არიდება. ტესტი საკმაოდ მკაცრია და მაგალითად დაძვრის ან გაჩერების დროს life saver check-ი 2-ჯერ ან 3-ჯერ თუ დაგავიწყდათ, შეიძლება მაგაზეს ჩაგჭრა. მოდულ 1-ის მერე გვაქვს მოდულ 2, რაც მოიცავს დაახლოებით 30-40 წუთამდე მოტოციკლის ტარებას ქალაქის გზებზე, სადაც ინსტრუქტორი უკან მოყვებათ, გაკვირდებათ და ინტერკომის საშუალებით გაძლევთ მითითებებს. თავარი დამავიწყდა ფინანსური მხარე, თეორიის ტესტი დაახლოებით 30 ფუნტი ღირს, ხოლო პრაქტიკა დაახლოებით 1000 ფუნტი. ხო, ვიცი, საკმაოდ ძვირია, მაგრამ ამ ფასში შედის მოტოსკოლის 3-5 დღიანი გაკვეთილები, გააჩნია სკილის დონეს, მოტოციკლის ქირაობა, მისი დაზღვევა და რა თქმა უნდა გამოცდის საფასური. მე თვითონ წლების წინაც კი 600 ფუნტზე მეტი დამიჯდა. თუ დაუბრუნდებით გამოცდის სირთულის თემას, წარმოიდგინეთ ამდენი საფეხურის გავლის მიუხედავად, ინგლისშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის იდიოტი დადის გზებზე. და კარგი ტრეინინგ და საგამოცდო სისტემის გარეშე კი თუ რამდენი იქნებიან ღმერთმა იცის. მოკლედ, შევაჯამოთ, ეს ყველა საფეხური თუ წარმატებით გაიარეთ, გილოცავთ, თქვენ მართვის მოწმობა აიღეთ, მაგრამ სწორედ ეხლა იწყება ყველაზე დიდი ფულის ხარჯვა. რაზეც ცალკე ეპიზოდში მოგიყვებით, სადაც ვისაუბრებთ მოტო ეკიპირების, ბაიკის სერვისის და სხვა ხარჯების შესახებ. ვიდეოს ბოლოს ერთი რამ მინდა დავამატო, ჩემი ტრავმის გამო რამოდენიმე თვე ვიდეოებს ვერ ვტვირთავდი და არხის გამოცოცხლება საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება აწი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასეთი ვიდეოები რომ არ გამოგეპაროთ და დაუჭირეთ მხარი ჯეონომაც ლაიკით და კომენტარით. კარგად. Нормально держать? Чуть-чуть прямо держи, а то оно криво стоит. Так? Нет, вот так, да. И немножко влево от тебя. Шаг сделай влево. Влево, да, влево. Влево, блин, что мне еще сказать? Влево чуть-чуть. Правильно туда. Вот туда. Вот